12 პირველი და ამდენივე მეორე ადგილი. ასე გადანაწილდა საპრიზო ადგილები კრივის ჩემპიონატზე. შეჯიბრი ახალციხის სპორტსკოლაში გაიმართა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში დამწყებმა მოკრივეებმა მიიღეს. მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ახალგაზრდები რინგზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იბრძოდნენ. კრივის მწვრთნელის განმარტებით, მსგავსი ჩემპიონატი მოკრივეებისთვის სტიმულის მიმცემია და ღონისძიებით ისინი დიდ გამოცდილებას იღებენ. დღეს ქონდა სპარინგი, ბოქსის სპარინგი და მე დავიკავე პირველი ადგილი. მაყოფილი ვარ ჩემი თავით. მე მაყოფილი ვარ, რომ შევეჯიბრე ექბიჩთან. მეორეთაც ავიღე პირველი ადგილი. ეს იყო წახალისების მიზნით და რაიონის ნაკრების ბავშვების შერჩევა იყო. ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი იყო ეს ბავშვებისთვის, აქედან იზრდებიან მომავალი ჩემპიონები და მომავალი მოკრივეები. კრივში მუნიციპალიტეტის პირველობა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ხელშეწყობითა და დაფინანსებით გაიმართა. მასში მონაწილეობა სპორტსკოლის კრივის ჯგუფის 24 დამწყებმა მოკრივემ მიიღო. ჩემპიონატის დასასრულს ორგანიზატორებმა შეჯიბრის მონაწილეების სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს. დღეს ჩატარდა შეჯიბრი მუნიციპალიტეტის პირველობაზე კრივში. შეჯიბრი ჩატარდა სპორტსკოლის ჯგუფის ბავშვებს შორის. სულ იყო 24 ბავშვი მონაწილეობდა, ანუ 12 წყვილი და გამოვლინდა გამარჯვებული პირველ-მეორე ადგილზე გასულები და დაჯილდოვდნენ შესაბამისი საჩუქრებით. კრივის ჩემპიონატით ახალციხეში 2013 წლისთვის დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები დასრულდა. კულტურის სამსახურის განყოფილების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ 2014 წლისთვის განსახორციელებელი ჩემპიონატების გეგმა უკვე შედგენილია. ახალი წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობითა და დაფინანსებით ქალაქში ახალი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება.